ქსმენია წყლის სლაიდის ინციდენტის შესახებ მუსლიმებისთვის განკუთვნილი ღონისძიება ტეხასში. თუ არ ქსმენია, უნდა გაიგო, რადგან ეს მნიშვნელოვანია იმის გასადებად, თუ როგორ უნდა იბრძოლო ისლამური დაპყრობის წინააღმდეგ. ვინც კი რუკას სწავლობს, ყველა მიცის, რომ ისლამისტებმა ტეხასი აირჩიეს თავიანთი ბუდეთ, ადგილად, სადაც სურთ ნახონ, შეძლებენ თუ არა ამ შტატის დაპყრობას, რათა შემდეგ დანარჩენი ამერიკაც დაიპყრონ. და ისინი მუდმივად ცდილობენ ბედის გამოცდას მხოლოდ მუსლიმური ქალაქების აშენებით. მაგრამ აშკარაა, რომ ბევრ ადამიანს ეს სულად არ მოსწონს. ბოლო შემთხვევა, რაც მათ სცადეს, იყო მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილი ღონისძიება. ნეტავ შემეძლოს თქვა, რომ ვაჭარბებ, მაგრამ არა. მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილი ღონისძიება დახურულ წყლის პარკში, ეიდის აღსანიშნავად, პირდაპირ მნიშვნელობით მხოლოდ მუსლიმებისთვის. და გამოიცანით რა. ამერიკელებს ეს ძალიან არ მოეწონათ. მოდით ვნახოთ რა მოხდა. ჩრდილოეთ ტეხასის ქალაქმა გააუქმა დიდი კერძო ღონისძიება, რომელიც დახურულ წყლის პარკში ჰქონდა დაგეგმილი. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუბერნატორი ჩაერთო და დაემუქრა, რომ $9,000,000-ზე მეტ დაფინანსებას გააუქმებდა. გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ღონისძიება მხოლოდ მუსლიმებისთვის იყო რეკლამირებული. რამდენიმე რამეს გაჩვენებთ. ეს არის ფლაიერი, რომელიც Epic Waters-ის სოციალურ ქსელებში ვიპოვეთ დაგეგმილი ღონისძიებისთვის, რომელიც 1 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. შიდა წყლის პარკი Grand Prairie-ის ქალაქს ეკუთვნის. მას მესამე მხარე მართავს. ძალიან ქვემოთ წერია ციტატა. მოდით დაიზეიმეთ AD DFW-ის მუსლიმურ საზოგადოებასთან ერთად. AD თუ არიცით, არის ორი მთავარი წლიური ისლამური დღესასწაულიდან პირველი. ასევე მითითებულია მოგრძალებული ჩაცმულობის კოდექსი. მაგრამ შემდეგ ჩვენ ასევე ვიპოვეთ სხვა ფლაიერი, რომელიც სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა. და ამაზე ორ ადგილას წერია მხოლოდ მუსლიმებისთვის. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს სამართლებრივად პრობლემაა. ძალიან საოცარია, როგორ სწრაფად იხევენ უკან ისლამისტები, როცა მათ ფულს წაართმევენ. ზედა მარჯვენა და ასევე ქვემოთ, იქ ბოლოში. დღეს კი გუბერნატორმა გრეგ აბოტმა წერილი გაუგზავნა მერს რონ ჯენსენს, სადაც ამტკიცებს, რომ ორგანიზატორებმა წაშალეს ფორმულირება მხოლოდ მუსლიმებისთვის და შემდეგ შეცვალეს, რათა ღონისძიება უფრო მისაღები გამხდარიყო. მან თქვა, რომ გუბერნატორი ამას დისკრიმინაციულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება შტატის და ფედერალურ სამოქალაქო უფლებების კანონებს. მან თქვა, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, დაემუქრა Grand Prairie-ისთვის $500,000-ზე მეტი დაფინანსების შეწყვეტით, თუ ქალაქი ღონისძიებას არ გააუქმებდა. და დღეს საღამოს გავიგეთ, რომ ეს ღონისძიება აღარ ჩატარდება. ეს გამარჯვებაა, მეგობრებო. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ისლამიზაციას. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, როცა ვიღაცა ცდილობს რაღაცის დაპატრონებას. რელიგიის თავისუფლება რთული საკითხია. თქვენ ყოველთვის გსურთ, რომ ადამიანებს ჰქონდათ შეკრების და საჭიროებისამებრ მოქმედების უფლება. მაგრამ როცა საქმე მხოლოდ რელიგიას არ ეხება, არამედ ისლამურ ხელში ჩაგდებას, მაგალითად, როგორც ეს ახალი კომპლექსია, რომელსაც აშენებენ, შემდეგი შარიათის ქალაქი ტეხასის სოფლებში, საჭიროა, რომ რაღაც გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ევთიანობისა და განათლების შუქურა ქეიდის ტეხასის გულში. ალჰურას ისლამური ცენტრი, ჩრდილო-დასავლეთ ქეიდის მშვიდ გარემოში მდებარეობს. ეს პროექტი არა მხოლოდ უნიკალურია და მისაბაძი, არამედ წარმოადგენს თვითდამოკიდებულებისა და მტრადობის მაგალითს. კარგი. ეს კიდევ ერთი მუსლიმური ქალაქია, რომლის აშენებასაც ტეხასში ცდილობენ. ასევე ყველა სხვა ქალაქებზეა კონცენტრირებული. კიდევ ერთხელ, ხალხი ამ მოვლენით უკმაყოფილოა. ისინი უკმაყოფილონი არიან და ამაში ეჭვი არ შეგებაროთ. დღის ბოლოს ვერ შეძლებ რელიგიური თავისუფლებების მოთხოვნას, როცა ფაქტობრივად ყველა დანარჩენს უკრძალავ შენს ღონისძიებებზე დასწრების უფლებას. როგორ შეიძლება ესე იყოს? მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილი ღონისძიება ტარდება Grand Prairie-ის, ტეხასის წყლის პარკში, რომელიც Grand Prairie-ის ქალაქს ეკუთვნის, ფინანსდება გაყიდვების გადასახადის მე-4 ცენტიანი ნაწილით და მაინც მხოლოდ მუსლიმებისთვისაა, ეს აუცილებლად არალეგალურია. შეიძლება მალე გავიგოთ, მაგრამ მანამდე ამას შეხედეთ. მოწვევაზე წერია მხოლოდ მუსლიმებისთვის. გეუბნებიან, რა უნდა ჩაიცვა. უნდა ჩაიცვა მოგრძალებულად. შეხედე საცურაო კოსტიუმებს, რომლებსაც ქალებს და პატარა გოგონებსაც კი აცმევენ. რატო? ეს იმიტომ, რომ დაადანაშაულებ, თუ ასე არ ჩაიცვამენ. თუ ისინი კაცებს აცდუნებენ, ამის გამო აკეთებთ ამას? თუ ეს კონსერვატიული ქრისტიანების ღონისძიება იქნებოდა, პირველ რიგში თუ მხოლოდ კონსერვატიული ქრისტიანებისთვის ან მხოლოდ ქრისტიანებისთვის იქნებოდა, ვაუ, თავები აუფეთქდებოდათ. მაგრამ მეორე, თუ ეს მხოლოდ ქრისტიანებისთვის ღონისძიება და ჩვენ ვაჩვენეთ ზუსტად იმ საცურაო კოსტიუმებს, რომლებიც ქალებმა უნდა ატარონ, ან ჩაიცვან, თორემ მათ არ შეუშვებენ. და ჩვენ ვეუბნებოდით ხალხს, რადგან ეს პირდაპირ ერთ-ერთი ის რამეა, რასაც ისინი ეუბნებიან ხალხს, თქვენგან მოითხოვება დაიცვათ ისლამური ეტიკეტი და მთელი დღის განმავლობაში თვალები დაბლა დახაროთ.
როგორც ჩანს, უნდა იყუროთ დაბლა და გცხვენოდეთ, როცა დადიხართ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იგივე რომ მომხდარიყო მხოლოდ ქრისტიანებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე. როგორ აუფეთქდებოდა თავები? რატომ? სად არიან მემარცხენეები? სად არიან მემარცხენეები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ეს სტეფორდული ცოლების მსგავსია? სად არიან მემარცხენეები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს არის მხეულის წიგნი? იმიტომ რომ ეს ნამდვილად მხეულის წიგნია. ნახეთ, პირადად მე მიჭირს ამასთან გამკლავება, რადგან გონია რომ კი, ნორმალურია, როცა ადამიანებს აქვთ ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ მათი ჯგუფისთვისაა. ხომ ასეა? ასე რომ თუ გააქვს მართლმადიდებლური ღონისძიება, ან გააქვს ქრისტიანული ღონისძიება, ნორმალურია, როცა ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სურთ იყვნენ თავიანთი საზოგადოების გარემოცვაში. საკითხი ამაში და მიზეზი, რატომაც მე პრობლემა მაქვს ამასთან, არ არის ის, რომ ვფიქრობ, მუსლიმებს არ უნდა ქონდეთ უფლება მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილი მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის გეგმის ნაწილი, რომ ყველაფერი ჩაიგდონ ხელში. ეს გავს იმას, როგორც რუსეთში KGB-ს წევრებს ექნებოდათ მხოლოდ KGB-სთვის განკუთვნილი ღონისძიება ამერიკაში. ასე უყურებ ამ ყველაფერს. ეს არ არის რელიგიური საკითხი, ეს არ არის თემის საკითხი, ეს არის მათი მოქმედების განუყოფელი ნაწილი. უბრალოდ უფრო და უფრო მეტად გამოვავლინოთ ჩვენი დომინანტობა და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია დაუსჯელოთ. ჩვეულებრივ ისინი უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ეხლა. ჩვეულებრივ ისინი ახერხებენ რომ არ დაწერონ ისეთი რამ, როგორიცაა მხოლოდ მოგზაურებული ჩაცმულობა, რათა დარჩნენ კანონის ფარგლებში და რელიგიური თავისუფლების მოტივით ვერავინ გააკრიტიკოს. სწორედ ასე ასწავლეს მათ. უბრალოდ გამოიყენ რელიგიური თავისუფლების არგუმენტი. ასე შეგიძლია დაუსჯელად იმოქმედო. შეგიძლია დაუსჯელად გააკეთო ეს თუ სწორად გააშუქებ ამბებს. ასე რომ მათ შეცდომა დაუშვეს ამაში. და მადლობა ღმერთს გრეგ აბოტისთვის, რომელმაც ეს შეამჩნია და ფინანსება გაიწვია. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. და ასე უნდა აღვიქვათ ეს. ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ამას როგორც კითხვას, უნდა მიეცეთ თუ არა ადამიანებს რელიგიური თავისუფლება. ჩვენ უნდა ვუყუროთ ამას როგორც ტაქტიკურ საკითხს. დაუშვებდა თუ არა არმია, რომ მტერი მის საკუთარ ქალაქებში გარკვეულ ადგილებს დაეპატრონოს. ვფიქრობ, პასუხი ამაზე უარყოფითია. მიყვარს slip and slide-ები, რადგან ჩვენ გვაქვს ახალი ამბები. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ შევცვლეთ მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილ წყლის პარკის ღონისძიებას, რა თქმა უნდა ტეხასის გუბერნატორ გრეგ აბოტის მცირე დახმარებით. მოგიყვებით თუ გამოგჩათ. იმედი მაქვს, რომ არა, რადგან მთელი ინტერნეტი ამაზე ლაპარაკობდა გუშინ. რამდენიმე დღის წინ მე პირველად გავახმაურე ეს ამბავი. ისლამური ჯგუფი და მე ჯერ კიდევ ვცდილობ გავარკვიო ის ხალი, ვინც ამ ღონისძიებას ხელმძღვანელობს, რა კავშირი აქვს მას, რატომ აკეთებს ამას, ვინ ეხმარება. მაგრამ არის ისლამური ჯგუფი, რომელიც კერძო ეიდის ღონისძიებას აწყობს. ეს არის მუსლიმური დღესასწაულის ღონისძიება წყლის პარკში აქ, გრანდ პრეირიში, ტეხასში. საქმე ისაა, რომ ზედაპირზე თითქოს ვფიქრობ, კარგი, მაგარია, პრობლემა არ არის. ჯგუფებს შეუძლიათ იქირაონ სივრცეები და ასე მოიქცნენ, მაგრამ აქ როგორც ხედავთ, მათ რეკლამაში მიუთითეს, რომ ეს მხოლოდ მუსლიმებისთვისაა, რაც რეალურად რელიგიური დისკრიმინაციაა. ასე არ შეიძლება. ასე რომ, როცა ამას დაამატებ, ეს კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ხდება. წყლის პარკი, რომელსაც ეწოდება Epic Watersea, კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნახავთ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს East Planos ისლამურ ცენტრთან და მთლიანად Epic City-ს თემასთან. უბრალოდ დამთხვევაა, რომ მას Epic Waters იქვია. უბრალოდ ცადე წამით დამეჩუმებინა და ვუთხარი. ბოდიში, ეს საკმაოდ უხერხულია. მეგობრებო, აი ის, რაც ჩემთვის სრულიად გასაოცარია. ამაზე არავინ იდარდებდა. მანამდე მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილი ღონისძიება არავის დაინტერესებდა. მაგრამ ეხლა, როცა ამდენი ადამიანი საბოლოოდ ამხელს ისლამურ დაპყრობას, ხალხი ამას ხედავს როგორც არის. ეს არის ხიდი. აი ეს არის ამ ღონისძიების ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი. დანარჩენი ყველაფერი დაივიწყეთ. კარგი, დავივიწყოთ სამართლებრივი საკითხები და რელიგიური დისკრიმინაცია. მოდით ყველანი გულწრფელები ვიყოთ, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ინტერესი იმ ღონისძიებაზე წასulis. მაგრამ ტეხასში ყველა უფრო და უფრო მეც ისმენს. და მე დანიან მადლობელი ვარ, რომ ინტერნეტში არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამაზე საუბრობენ, იმაზე, რომ ტეხასი ამ დაპყრობის ეპიცენტრია. როცა ისინი ხედავენ მხოლოდ მუსლიმებისთვის განკუთვნილ ღონისძიებას, შეუძლიათ მაშინვე დაინახონ მისი არსი. მათი თვალები ფართოდ გახელილია. ისინი ხვდებიან რა ხდება. ეს უბრალოდ ისეთი ღონისძიება არ არის, რომელზეც არავის აინტერესებს. ეს მიზანმიმართულია. ეხლა გახსოვდეთ, რომ კანონით მათ ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. და ეს სამოქალაქო უფლებების დარღვევაა, როგორც ეს სახელმძღვანელო გვეთყვის. ქალაქის საკუთრებაში არსებული ობიექტი. Grand Prairie's ქალაქი მართავს Epic Waters, რომელიც დიდი დახურული წყლის პარკია. მას კერძო კომპანია მართავს. მისი დაქირავება ღონისძიებებისთვის შეიძლება.
ის ამაც ყველა ავაშფოთა იყო ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება მხოლოდ მუსლიმებისთვისაა განკუთვნილი. და გავიგე, რომ ეს უკვე მესამე ყოველწლიური ესეთი ღონისძიება. წინა ორზე არაფერი მსმენოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული სამოქალაქო უფლებების დარღვევაა. შეერთებული შტატების სამოქალაქო უფლებების აქტი, მუხლი 2 ამას ითვალისწინებს. თუ თქვენ საზოგადოებრივ დაწესებულებას მართავთ, იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო თუ გასართობი ადგილი, როგორიცაა Epic Waters-ი, არ გაქვთ უფლება ადამიანებს რასის, რელიგიის და სხვა ნიშნით გამორიცხოთ. ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობა შოკირებულია იმით, რაც აქ ხდება. მართალია. აი ეს არის ამ ამბის ყველაზე საინტერესო ნაწილი. კიდევ ერთხელ, არავის აინტერესებს თვითონ მოვლენა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი ხედავს. ეს ზუსტად ისაა, რასაც ვამბობდით. ეს არის მიტაცება. ეს სამოქალაქო უფლებების საკითხია. დიახ, ალბათ. უნდა აეგრძალოთ ამის გაკეთება. დიახ, ალბათ. არავის არ აინტერესებდა გარდა იმისა, რომ ახლა უკვე იციან რა ხდება. და ეს არის ის წინააღმდეგობა, რაზეც ვსაუბრობდით. აღარ იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ ამას ფესვებში ვჭრით, არ დაუშვებთ, რაც ევროპაში მოხდა, იგივე ამერიკაში მოხდეს და ეს იწყება იმით, რომ ასეთ ღონისძიებებს უარს ვამბობთ, რადგან ისინი ყველაფერს იღებენ, რაც შეუძლიათ. ეს ისლამისტები მოდიან და ყველაფერს იღებენ, რაც შეუძლიათ. და ხალხისა და გუბერნატორების ვალია თქვან. არა, აქ ვაჩერებთ ამას. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.